Ქონდა ძალიან მცირედი ხელსაწყოები, დროშიც მეწელებოდა და ვერ ვაკეთებდი ჩემს საქმეს ნორმალურად. არ მქონდა იმის საშუალება, რომ შემეძინა კომპიუტერი, რომელიც აპროგრამებს, დიაგნოსტიკას უკეთებს მანქანას. ტექნიკა არის ძალიან ძვირი ჩემთვის. მე ხელსაწყოები არ მქონდა. ახლანდელ დროში ერთი შემოსავლით ვერ იარსებენ. როცა შევიძინეთ ცოტა რაოდენობით მასალა, რო დავამზადეთ, კი გავყიდეთ, მაგრამ აი უწყვეტი ციკლისთვის ეგ აღარ აღმოჩნდა ჩვენი სახსრების საკმარისი. მე ვიცოდი, რომ ამაზე მჭირდებოდა ბორმანქანა. აუცილებლად მჭირდებოდა. მე თურჯერ მცადე საზღვარგარეთ წასვლა, ანუ საქართველოს დატოვება და უნდა გადასულიყო საზღვარგარეთში. დაცარიელდა და საწოდაობა ასეთი ლამაზი ქვეყნის კუთხის დაცარიელება უნდობესია, რომ რაღაცნაირად დასაქმდეს ადამიანები. მე ვახდენ გამოძახებით ადგილზე ავტომობილის შეკეთებას გარკვეული დაზიანების ფარგლებში. თუ კი ისე ექვემდებარება, რა თქმა უნდა, იმ ადგილზევე შეკეთებას. ეს არის დაკიდების სისტემა, სავალი ნაწილები და ძრავის გარე დეტალები. კი, მოვალ ობიექტზე და ვნახო. კი ბატონო, ბულდოზერი თუ პაგრუში კი გინდა თქვენ? სანამ ფონდი აფხაზინტერკონდი დამაფინანსებდა, მანამდე ძველი რუსული კლუჩები მქონდა, ესე რომ ვთქვათ, საბჭოთა კავშირის იყო, ერთი პატარა ნაბორი მქონდა, რაც არ ყოფნიდა. სათითაუროდ მიწევდა მე 5 წუთი მათხოვე რაღაცა საქმე მაქვს, იქვე თუ ვინმე იყო, ან ტაქსის მძღოლი იყო თუ მარშრუტკის მძღოლი, ვისაც შეიძლება რომ ქონოდა და ამიდან გამომდინარე დროშიც მეწელებოდა უფრო. კლიენტიც რა თქმა უნდა უკმაყოფილო იყო, თუ ვინმე აკეთებს ამ პომპას კონკრეტულად მოვიციებ, ის ნორმალურია, მარჩიელი არაა რა და დავრეკავ, შენ ნომერსაც ჩავინიშნო და გაგაგებინებ რა. აფხაზ ინტერკონტმა მე ძალიან დიდი მხარდაჭერა გამომიჩინა იმ კუთხით, რომ რამოდენიმე 1000 ლარის ხელსაწყოები, რაც მე მაკლდა ამ სამსახურის სასაუმჯობესებლად, მომცა იმის საშუალება, რომ ჩემი სფეროში ყოფილიყავი უფრო მეტი პროფესიონალი. მოგეხსენებათ რა პენსია გვაქვს ჩვენ, მარტო გადასახადებს თუ გადაიხდით პენსიით და მეურჩა, ხო? თავიდან ავეჯზე მუშაობდი, მე ავეჯ თავი დავანებ და ესეც ძალიან მძიმე სამუშაო იყო ჩემთვის და ეხლა ტყავზე. ტყავის ჩანთებზე, ხელნაკეთობებზე მუშაობს და მე უფრო ვეხმარები რეალიზაციაში. მთელი ოჯახი ვარ ჩართული, ანუ ჩემი ძმაც, ჩემი ძმისშვილიც, მეუღლე, ჩემი ძალი, სუპერმა მთლიანად დასაქმებულები ვართ. აფხაზინტერკონტმა ისეთი აპარატი შეგვიძინა, რომელიც მრავალფუნქციური თავაკები მოყვება და ძალიან კარგი დახმარება იყო ეს. მანამდე კაცრავდი ხელით. თქვენ წარმოიდგინეთ, რამოდენა შრომატევადია, უბრალოდ აი ალესილი ნემსი რო წარმოიდგინოთ და ხელით რო კაცრო. ამას ჭირდებოდა, როგორ გითხრათ, ახლა დაახლოებით 2-3 საათი. ერთი რაღაცა რო გამეკეთებია ამოდენა რაღაცა. ამას ახლა მე ვაკეთებ 15 წუთში. ამის გარდა კიდევ სხვადასხვა იარაღები, საბურთი აპარატი დამჭირდა, იქ ფენი დამჭირდა, შედუხების აპარატი დამჭირდა. არ მქონდა მე არც კომპრესორი მქონდა, არც პოლარიზატორი, არაფერი ეგეთი, ესეც ისევე აფხაზინტერკონტის დამსახურებით. ჩავიგდე ხელში, ასე ვთქვათ. ვეწევით სოფლის მეურნეობის საქმიანობას. სიმინდი და სოიო მოყავს, ლობიოს თესავთ, კიტრი პომიდორი მომყავს. ოჯახისთვის რაც არის საჭირო, ასე ვთქვათ, ხარისხიანი პროდუქცია ყველაფერი გვაქვს. აქეთა გვაქვს პატარა საკუჯნაო საქონლისთვის ჩალიშე სანახი. იქით სიმინდია დათესილი, აქეთ კარტოფილი ამ მონაკვეთში დათესილი. დაახლოებით 1700 კილო კარტოფილი მომყავს ხოლმე რა. ეს ოჯახი ესეთი ოჯახია, რომელსაც ყოველთვის უხარია სტუმარის მოსვლა, გამასპინძლება, როგორ უმასპინძლება, უნდა იშრობა აუცილებლად. ისე აფერი არ გავა. ფოტობლოკი მეხმარება წინვალად. ჩემი მარჯვენა ხელია, ჩემი საარსებო წყაროა. რითაც შემიძლია 15 დღის საქმე გავაკეთო 2-3 დღეში. გარდა ამისა, გვაქვს ჭალაზე მიწა 5000 მეტრი, იმასაც ტრაქტორით ვამუშავებთ. ხანდახან დრო როცა მორჩება, მებაღეებსაც ვეხმარები, განაზღაურებას გვაძლევენ. ასე რომ ჩემთვის საარსებო წყარო არის.
ჩვენ დასახლებაში მოვიდა აფხაზი ტერკონტის წარმომადგენლები, მოაწყვეს კონფერენცია, სადაც ადგილობრივ მოსახლეობას გააცნეს, რომ UNDP ატარებდა პროექტს, სადაც შეეძლოთ მონაწილეობის მიღება ახალგაზრდებს და ნებისმიერ მსურველს. ამ პროექტში გაეროს დიდი დამსახურება მისგან მოდის ეს ფინანსები. შევავსე განაცხადი, სემინარები გავიარე. ჩატარდა ტრენინგებზე ბრწყინვალე ადამიანები მუშაობდნენ, რომლებმაც დაუყვალიანეს. დაგვეხმარენ ბიზნეს გეგმის დაწერაში. ძალიან კარგი ტრენინგები იყო, სხვადასხვა როგორ უნდა გვემუშავა პროექტთან დაკავშირებით, როგორ შეგვებს ყველაფერი აბსოლუტურად. ბიზნეს იდეის წერაში, არანაირი გამოცდილება არ მქონდა. ბევრ რამ მივიღე მე მაგ მხრიდან, ძალიან ბევრ რამ. რომელიც არ ვიცოდი და ვისწავლი ამ ტრენინგებიდან. ბაზარზე გასვლა, რაღაცები ათვისება, რეკლამა, ყველაფერს ხო ის რა ქვია, ჰაერზე არ არის, ხო? ტრენინგი გაძლევს რას გამახვილო ისეთ საკითხებზე ყურადღება, რაზეც უბრალოდ არ დაფიქრდებოდი. სემინარების შემდეგ განაცხადები დავწერეთ. დავწერეთ ბიზნეს პროექტი. წერდი ერთი კვირა. მოხდა განხილვა. ძალიან ბევრჯერ ჩავასწორე, ამოვაკელი, დავამატე. შეამოწმენ რომ მართლა ვაწარმოებ მე ამ საქმეს და ეს დანადგარი მჭირდება. მართლაც რო ხوار ვაპირებდი განიავებას ერთი სიტყვით და დამაფინანსებდა ძალიან მაყოფილი დავრჩი. გავიდა ეს ბიზნეს პროექტი და მოხდეს ეს მოტობლოკი. საშტიფო აპარატები, კომპრესორები, გადაყვა, გაფრიალება, მერემის დრელები, ობზიკი, ყველაფერი აბსოლუტურად აცხეს ჭირდება მაგ საგმარისად. ეს პრობლემაც მე მქონდა, ეს პრობლემა შემივს. ქნის мотиваციას ამავალი შრომისათვის. გაფართოება ქვია, ელემენტარულად, მეტი არაფერი. რო იყავი და ერთზე იყავი, ოდიშა საწიგლული, ახლა გადადი 2-ზე, 3-ზე და მატულობს და მე იმას ვიფიქრებდი, მაღაზია მექნებოდა ქუთაისში. ზეგეგები მიახლოებით თვეში 1000 ლარამდე მიწევს მე რო იცოდე. 1000 ლარი თვეში გადახდილი ქვით არის. ხო, მე მგონი ჩემთვის ასე ბიუჯეტში შეტანა, მე მგონი არა ცუდი. ახალი საქმიანობას ვიწყებ ესპანური კარებების შემოტანას, ბიზნეს პარტნიორი ვნახე ძალიან მაგარი ადამიანი და ეს კარებები აგერ თუ ჩანს, ეს კარებების მაღაზია მექნება კიდე ხვალ. განვითარება ვცდილობ რომ კიდევ მეტი სწავლა მივიღო. მანამდე ვაკეთებდი, მაგრამ და აგერ მეზობლო დამიკავდა ეს გამიკეთე ერთ. ახლა მეც ვაკეთებ, შემოსავალი მეტია. ფული შემოსავალს ნახული. და ოჯახის ჩენას. პულის ფული რო გაქვს. არ გეშინია ჩემთვისაც ბავშვებსაც რო ჭირდებოდა ჩემი შემოსავალი მე მქონია. დამიკმაყოფილებია ჩემი შულები. გაზარდა რა თქმა უნდა შემოსავალიც და ჩემთვის ახალი სფერო გაიხსნა, რასაც ქვია ძვირადღირებული ეკრანი, მისი აღდგენა უკვე შევძელი და არა შეცვლა. აი ეს საშუალება მომცა ამან. მარტო მე კი არა, ანუ მომყარებელმაც იხერა ამით. მინდა ერთი მარშრუტი საყვანა კიდე, აი ფორდის მარშრუტკა, ცარიელი ფურგონის მხრივ სტილში რო იყოს და შეგნით მინდა საბურავის გადასაძრობი, ბალანსირება და ისინი დავამონტაჟო თავის გენერატორი ან კომპრესორიანად და საბურავები გამოძახებით. ბრენდი უზარელი ასე ქვათ თარგმნილი და ბევრი ამბობს რომ ეს აკაი სახელი მოფიქრებიათო და მე ვამბობ რომ ბევრი მოფიქრება არ დაგჭირებიან და ჩვენი გვარია ეს ყვა და ამ გვარს ვამართლებთ დაუზარებლად სული თქვით. მთელი არსებით არის დამზადებული თქვა და ბევრი გვეუბნება რომ თქვენი საფულები რაც შევიძინეთ ფული არ გამოგვფრენია. ყავს რა, ჩემი მეგობარი ბიჭები აყვანებენ, რომლებიც ჩემ გვერდში არიან და შრომობენ და ანუ მოყოფილი ვარ რა. დამწყები ბენეფიციარისთვის, რომელსაც აქვს რაღაც იდეა, მხოლოდ იდეის დონეზე, პირველი სადაც უნდა მივიდეს ეს ორგანიზაცია. იმიტომ რომ პირველი ეტაპები რაც ჭირდება ბენეფიციარს ბიზნეს გეგმის დაწერისთვის, ამ ცოდნას და უნარჩვევებს გაძლევს აფხაზი ინტერკონტის ჯგუფი. ძალიან მნიშვნელოვანი არის ვიტყოდი. იმიტომ რომ თითოეულთან ინდივიდუალურად რომელსაც რაღაც უნარჩვებები გააჩნია, სახელმწიფო ვერ მივა მასთან და ესეთი ორგანიზაციები პირდაპირ უშუალოდ მუშაობს ხალხთან, გადის გზას აძლევს, ასწავლის, რა ვიცი, უმნიშვნელოვანესია. მიზანი უნდა იყოს, მიზანდასახულება უნდა იყოს, რომ წახვიდე იმ გზაზე, სადაც ასასვლელია. სწორი მიმართულება.